მე მგონი კი არ ვიცი. მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ახართ? დღეს არის 4 აგვისტო. დიმულიას დაბადების დღეა, ჩემი დიშვილის დაბადების დღე არის. ისე კარგად მახსოვს. ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება მე მგონი, 3-ში ღამე. ანუ თითქმის გათენებული იყო რა. 4-ში მე მივდიოდი. ანუ აქეთ მოვდიოდი, კახეთში ვიყავი. დედაჩემი მოვიდა. ანუ მე ნაცვლებოდა რა დედაჩემი, რომ უკვე ჩემი და მე-9 თვეში იყო და აქედან გამომდინარე ვენაცვლებოდით ერთმანეთს. ხო და დედაჩემი რომ მოვიდა, მე უნდა წამოსულიყავი და 3-ში უკვე რომ ვწვევით. სახელი წინასწარ ვიცოდით რა უნდა დაარქმეოდა დიმას და მეუბნები დიმა მეთქი დეფერები დეიდა. ანუ რაღაც მოსავალი უნდა ხო, თხილზე უნდა ჩამოსულიყო დედაჩემი, რომ ისიც იმათია იქ დედაჩემის მამიდან მოაჩვი. ხო და შენიც იმეთქი დეიდა ძალიან არ დააგვიანო დროულად მოდი მეთქი, რომ მერე იქ მოსავალი არ დაგეკარგოს. ხო და მოკლედ სადღაც 5 საათზე დაიწყო ჩემ და სპილინები და მე რომ აღვიძებენ, მე მგონია რომ უნდა წამოვიდე და მაგიტომ აღვიძებენ და სპილინები დაიწყო ხატიას და მოკლედ წავედი სადღაც 7 საათზე დაიბადა, ოპერაცია გაუკეთეს. ჩემს დას, ანუ არ იყო დაგეგმილი ოპერაცია, მშობიარობა იყო ნათქვამი, მაგრამ მოუწია ოპერაცია. ხო და ესე ვილოცავ დიმულიას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. კარგი ბიჭია, ყოჩაღია და ვიცი რომ ასეც იქნება. წარმატებული იქნება უცილებლად. დედა და მაუწია. არა დედიკო არა უწიოთ ხო? ესე ჩემო კარგებო და დიმამ ჩემი ნათქვამი გაიგონა და არ გამომიშვა, ჩემი ნახვა უნდა და მერე დავჭით ერთი კვირა სადღაც. ხო და ჩაუწია თორე გამოვთავ. დედიკო რა არის ყოველ ვიდეოში ჩემი სისმის? ჩაუწიეთ. ყოველ ვიდეოში ეს ისმის. ეს ხელპირი რომ დავიბანე წავის მე მეთქი და გამოვიტანე, მაგრამ ჯერ ამათ იმას ვიზამ და გაჩვენებთ ერთ გოგომ დამიწერა რომელი კრემიაო და ეს კრემი ახლოდანაც გაჩვენებ. ერთ წამ ამათ გავისტუმრებ. ხო და მოკლედ ესე ჩემო კარგებო. ესე იგი, საერთოდ ისე გემრიელად იყო საავადმყოფოში, ანუ გამოწერამდე დიმა. ხო და მერე რომ მოვიდა, არ ვიცი, გოდესაც სჭირდა იქ. ანუ თითქოს და არ ვიცი რა იყო. ბავშვები ამ დროს ხო ეძახიან რომ ვერ ხედავენ, ვერც რაღაც მოკლედ არ ვიცი, თითქოს და ეს სახლის მიუღებლობასავით ჭირდა თუ რა იყო, არ ვიცი, ან ვერ ცნობდა იმ ადგილს, არ ვიცი რა სჭირდა, სულ ტიროდა, აი რამდენ 2 თუ 3 დღე ზედიზე ტიროდა გოდე. ანუ ვერ ისვენებდა იქ ოთახში. ვერანაირად. ხამე არ უყვარდა ძილი იქ. ხო და ბავშვი რომელსაც აი სულ მეუბნებოდნენ რომ როგორ ისვენებ, შენი ბავშვი არც ტირის, არც მხოლოდ ჭამის რომ მოახლოვდებოდა, მაშინ ეთიოს იმას იზარდა რომ ანიშნებდა რომ შიოდა და ეგ იყო და ეგ, თორე სხვა გოდე მარტო ეგ მახსოვს აი იქ ლიაში რომ ვიყავით რომ ტიროდა ხამე ზედიზედ. ანუ დაძინება უჭირდა ძალიან იქ, მაგრამ მერე ეჩვევა ბავშვი.
მიეჩვია. ისე იყო დიმაც და დიმასთან ერთად ვტიროდი მეც მაშინ. რო ტიროდა და სხვათა შორის ბებია მისიც იქაური. ჩემი დის დედამთილი. ძალიან მიყვარს ის ქალი. აი ძალიან. ძალიან მიყვარს და ერთი ვერ ვნახე. რამდენი წელია არ მინახია. ძალიან დიდი დრო გავიდა, არა და რო ჩავდიოდი ერთი თვე იქ ვიყავი ხოლმე. მე მუშაობა დავიწყე, ხან იქ მუშაობდი, ხან აქ და მოკლედ არ მქონდა თავისუფალი დრო. რო ჩავსულიყავი. ნათლობაზე ჩავედი 2 დღით. მარტო ანა მარიას ნათლობაზე. ანა მარიასი იყო თუ გიოსი, მოკლედ არ მახსოვს. რომლის იყო? ანა მარიასი თუ გიოსი. რომელიღაცის ჩავედი და უცებ მოვბრუნდი და თან იმ ღამით მუშაობდი, ღამის მენა ვიყავ. გოდე მოდით ჩემი პოლიო ეს? შენი და გეგასი და ადამაც თუ აიღო მიეცით, ბევრია, ხო ხედავ რამდენია? ჩემი საყვარელი პური. 1 2 3 4 ადამი შეაჭი. 9 კაი, მაშინ შენ დაელოდე. 3 4 5 დაელოდე და მე რეჭა. 9 ეს პური დატოვეთ. დევა რამდენია? 1 2 3 7-8 ნაჭერი. ნელა ხო 9 და 10 მე ადამ წაიღო. არა შოკოლადიანი პური მაინც ჭამეთ და წამოიღე. როგორ არის 8? ბრა ამის გარდა არის იქ 7 ერთს ჭამ. მოკლედ ჯერ ამას წავისმე, ისე ჩერი არ მაქვს, მაგრამ ეს მაგარი კრემია და მოკლედ ამას წავისმე. ესეც დამატენიანებელია, ეს სახე რომ მქონდა ცუდად, ხო გახსოვთ რაღაცამ რომ მაწყინა. მე კი ვიცი რა, მაგრამ უბრალოდ შოკოლადი მისვია. ნახეთ, ახლა გაჩვენოთ და იცა სანამ წავისმე. აი უყურეთ. ხო ხედავთ, როგორ გაშრა. ახლა მაგ ისიც მოძრა. всё. ეხა ამას რო წავისმე, მე ისევ იმ მზისგან დამცავს გადავისმევ და всё. ნეგავის ერთ დღეში რომ მოაჩინა, ხო ხედავთ. ფაქტია. იმიტომ რომ დღე არ გამომიტოვებია, მოვდივარ აგერდა. ასე რომ მიუტანე და მე ხელი კრემიანი მაქვს, ითინეწილი დედა, მიდი. ასე რომ ძვირფასებო, არასდროს არაფერში არავინ არ მომიყვები, ხართ თუ რა ჩემს სახეს
დაემართა ხედავდით რა მოარჩინა ისიც გინახიათ ბევრჯერ და ვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ აი ამას. ეს შეგიძლიათ ტემუდან გამოიწეროთ, ოღონდ წარწერები დაამთხვიეთ. აქ რაც წერია არის ბრინჯის კრემი. ბრინჯის კრემი არის ეგ. მზისგან დამცავია. არ იძახის და წერია არსად რომ ეს არის აი ამას აკნევს თუ რასაც ეძახით, მოკლედ ასეთების, მაგრამ ამას შველის ჩემი გამოცდილებით. და მაგას არის მე რო გიზიარებთ. სულ ვიძახი, ძალიან მინდა რომ გამოიყენოს ვისაც აქვს პრობლემა და სცადოთ და ნახოთ, იქნება რა თქვენც მოგიხდეთ, მე რომ მომიხდა. ჩემ შაშანდელ ვიდეოებს ვინც უყურებთ, ნახეთ რა დღეში მქონდა, იცემში ვიყავით, მე მგონი მაშინაც კი, იცემშიც რო ვიყავი. მაშინაც მქონდა გაფუჭებული, კი. რის გამო დამემართა არ ვიცი და არც არაფერი, მაგრამ გამიფუჭდა მაშინ სახის კანი. აი ასე მქონდა, ოღონდ აქეთ ამ მხარე, აი ასე, საცოდაობა მჭირდა. ხო და მოკლედ, მე ამას ვიყენებ. სადღაც 6 ლარამდე მოუწია ამას, მეტი არა. ეს იმ რაღაცამ რომ მაწყინა, მაშინ ექიმმა გამომიწერა და მავიწყდება ხოლმე რომ ყოველდღე დაბანის ან დილით წავისვა ხოლმე. ეხა უბრალოდ აი ამის გამო, აი ამის შიგნით რაღაცა იყო საჭირო. თუმცა აი ეს რომ მქონდა, ეს მარტო წავისვის, ზუსტად მარტო ამ ადგილებში წავისვის. ეგა სამამო, ჭამს აიღებს იმას. კაი, შენ ის პური შეჭამე, ბევრი შოკოლადიანი კალათი არ გიყვა. Yummy. So which one? Cheese or chocolate? Cheese. Well, it was chocolate. It is good. Give me a little. მოკლედ ესე შემოკარგება ამის ჩანება მინდოდა. გაზინა გასაწევდი. Which one? Cheese or sandwiches? Cheese. მეორე მქონდა აქ საერთოდ აღარ მაქვს. So which one? Cheese or bread? მეტი რაღა უნდა გაჩვენოთ, აღარ ვიცი. რო დაიჯეროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის ასეთი გამონაყარის და აკნეს და რაღაცის, ისისგან დამცავია ამას შველის. ერთ დღეში როგორ. ეს ძალიან მქონდა გაღიზიანებული და ამას 2 დღე დასჭირდა, მაგრამ იმ პატარას 1 დღე. ამას ვერ გავიგებდი, რომ არ ეთქვა, აქ გოდეს კლასელის დედამ მითხრა, ეგ ელზამ მითხრა და ელზამ მასწავლა ისე კარგად ქონდა იმასაც სახე ვკითხე. ადამიანი არის, რომ რაღაცა კარგზე მაგალითად თმის საღებავი, თმისფერი მომეწონა ერთი გოგოსი და არაფრით არ მითხრა ნომერი. არაფრით, ბავშვებს გეტყვი. ზიანია. ამინდი. ხო, კი, რა ვიცი, მოგრობლია. მოგრობლულია. ხო და არაფრით არ მითხრა. ასე რომ რაღაცას კარგი რო არის, ადამიანი რო გიზიარებს, მაგას არაფერი არ შეობია და მით უმეტეს მერე რო ნამდვილად მოგიხდებით. ისე დამგვარად. გავლე უყავას და მერი საქმეები. დედა, ნიშალაში ჩავდო. უნდა ჩამოვხსნა თეთრეულები და საცმლები, რა ვიცი, 4-ვე თოკი მე მგონი სავსე მაქვს. გაჩვენო? დედა,
ჩაუწიეთ. მოვრჩი. იატაკებით. მოვწმინდე. ესენიც კი ხედავთ იგი როგორ პრიალებს. მოვაპრიალე ყველაფერი, მაგრამ რამდენ წუთიანია ეს დალაგება არ ვიცი. რამდენი წუთი იქნება დალაგებული ასე არის. ალბათ 2-3 წუთი. შია, ბავშვებს გეფიცებით ნაჭამი არ ვარ აგირულეთ. 4-25 წუთი. ნაჭამი არ ვარ შია. დავვარდები ასე მგონია. გარეთ იმდენი გავფინე. ეხა რაც იქ მეკიდა ისინი მოხსენი, ისინი დასაკეცილად, ისინი დაკეცილი არ მაქვს გოდესლობინზე დავყარ. ამას არ ეცხეთ, არაფერი არ მაქვს, ესენია მოვეცხე. ხო, აი ესე უნდა გაჩვენოთ. აი აქ ესენი ახლები რაც მაქვს, აი ესენი ჩავალაგე. აი აქ ისედაც იცით ტაფა და ესენია, ზეთი ჩავდი მან და ის ფქვილის სულ დამჭირდება ხოლმე ეს სუნელები, ერთი სუნელია, ერთი მარილი ეს ზეთი და ეს ტაფები. მოკლედ ეს მომწონს. როგორც მინდოდა ისე გავაკეთე აქ დანარჩენი თასები არ მეტეოდა ის ძალიან დიდები რომ აქ კიდე კარგები 2 ცალი წითელი თეთრი თავსახურით გააქვთ ის ნახე არ დაეტია აქ ანუ მე ეს არის ხურება ვიწრო ალბათ აი ამდენის რო იყოს ეს მე კარგი იქნებოდა ეხლა სპაგეტს გაგიკეთებთ მეთქი შევპირდი და ამას დავადგა მეგონი ამით ვაკეთებდი თუ უფრო დიდი მქონდა კიდე ალუმინი არ მახსოვს იმიტომ რომ მეტი არაფერი არ მოგოს ასა ქვაბი დამი გაკეთებული არ მაქვს არა მომიმინდა ძალიან ხოდა Tiptoe დავაკეთებ. უბრალოდ ეს არის რომ გასაკაზით გავწმინდე. ამიტომ არ მინდა დაეწუწოს. ეს არ მაქვს მეორე გრასი და იმით გავწმინდე. ხალასით არ მაქვს ეს მუხამ გამიფუჭა. თავები ჩიშს რო აკეთებს ალუმინის საწმენდები რომ აქვს აი ესეთი თავიანი არაფერი არ მაქვს და ისინი საწმენდი ერთი მაქვს მუხამ გამიფუჭა თავები თორე მქონდა უბრალოდ თვითონ რაღაცისთვის დასჭირდა და მე ამახია შემდეგი გავატირე ამ გაზის ვერ გავგე საკარგია ეს ლიკას გაზი ანუ გადაატრიალე მიაჭერ აინთება всё ხელს უცებ გამოუშვებ ეს არა ისეთი მოკლედ ეს იქ უნდა იდგე 15-20 წამი მაინც ხო ძელი სპაგეტი გვინდა ხა ჩვენ ხვაწერია სპაგეტი. ჩვენთვის ყველა არის მაკარონი. სპაგეტს ვეძახი მომზადებს. კი რა სისულელე ავიწყეთ, მაგრამ მე ასე ვარ. არ გეუბნებით არ არის, თქვენც ესე ქენით. ვიღაცამ დამიწერა და ეს არისო ის პატარა მაკარონის სპაგეტი რო დავაკეთე. ეს არისო ეხლა მე ხედავ რომ აწერია სპაგეტი. კითხვა ვიცი, სხვა თუ არაფერი, კითხულო. მოგეთ ეს გავაკეთოთ, მაგრამ რო არ ჭამონ, მაინტერესებს ამისგან როგორი გამოვა. სხვანაირია, მაგრამ რო არ ჭამონ, რა ვქნა, მოდი ეს გავაკეთოთ და იმას მერე გავაკეთებ, სხვა რამე რომ იქნება კიდე შუალედში. მოკლედ ესე შემოკარგებო. სულ ამ იმეებზე, აი რამდენს ნამხას ტორც ვაცხობ, უბრალოდ მელაკოდას
იმდენი სახელია, ჩემი მულისგან ვიცი, რომ მელაკუტა ეძახის და აქედან გამომდინარე ვიძახი მეც მელაკუტა. ყველა სხვადასხვას ეძახის, მაგის გამო დავა არ მიყვარს, ხალხო. საერთოდ არ ვიცი, მე ტორტოც რო ვაცხობ, სახელები ისე ვაცხობ, ჩემებურად. მაგაზე უნდა მომკლათ და იჩხუბოთ, უბრალოდ რა არ მიყვარს, იცით? აი ადამიანს რო თითქოს იმაზე გამოიჭერენ, რომ რაღაცა არ იცის და აი ეგ რო უხარიათ და იმდენად ამახვილებელ ყურადღებას. ყველაფერი იცოდეთ და არ ვიცოდე არაფერი. არ მაგის დარდი, რაც ვიცი, ისიც ყოფნის. რაც ვიცი, იმ ყველაფერსაც ვერ ვაკეთებ. აი ესეა ჩემი საქმე, თუ გინდათ რომ სიმართლე გითხრათ. რაც ვიცი, იმასაც ვერ ვაკეთებ. აბა ესეც დამჭირდება იყოს, პატარაში არ მიყვი ამერიკა დავიტან, ხალხი მინდა, ნიური მინდა, ყველაფერი მინდა, ერთი სული მათ სალაცროდის შევჭა მიმდენად შეამარა, ესენი მე არ დამსვამე. ამიტომაც რო არ დამსვამენ, ჯერ ამაც საკვებს გავაკეთებ და მერე მივხედავ ჩემ თავს. თუ არ დავვარდი მანამდე. ანცალია. დავიღალე. ძალიან ადვილად ვიღლები. ძალიან მართლა. აი თან რო ვერ ვჩქარობ, მე არ ყოფილვარ ეგრე. რამდენადაც მოვასწრებით ხის განმავლობაში და ეხა საერთოდ რო არ მომწონს ჩემი თავი. საერთოდ. მარტო გაფენას პასასხლისას რამდენი დრო მოვანდომე. მაგრამ ესე არ მიყვარს. არეულდარეულად და მაგით ყავაც არ დამოვებია, რა მაკლია და ესეც მაკლია. გეგა სადა, ტუალეტში ხარ ბიჭო? ხოდა ჯერ ანცალია იყავი მან. ყოველთვის მაშინ მოგინდება ან რო ვჭამ, ან და რაღაცას რო დავიწყებ. თქვენითაც იქნება და ისწავლოთ რამე. ეს მარტო სპაგეტისთვის არ მინდა, სალათისთვისაც მინდა. ის ყუთები მიდევს გარეთ, მაგივე ჩავიტანე. გასახდება. ხოდეს უთხარი გუშინ, ხუთი ლარის მწვანე ლიმონი ტანე მეთქი და ხო, იმდენი მწვანე ლიმონი ტანა, ანუ 10 ლარის მომიტანა და ყველა გამიქრუჭდება, ვიცი ხა. საყინულეში რძეები მიდევს და ადგილი არ მაქვს. დამაცადე შვილო, 2 წუთი მოითმინე. როცა უნდა 1 საათი ზიან მანდ.
ორი ცალი დამჭა დამაცა. არა. დაიცა ბიჭო მოვდივარ. მოკლედ ამასობაში მწვანე ხალხი ნიერი გავრეცხე ეს სალათისთვის ეს სპაგეტისთვის მაგრამ ქინძი უნდა დავამატო აი ამაზე გეუბნებოდით გაჩვენებთ რამდენი სუმაგილი აი ამ კონას მოვაკელი ეს მეორე კონა ეს საერთოდ სუნი არა და ვერ ხვდები მე მგონი ესეც სოხრა ხუშია არ ვიცი და სპაგეტი ხო ეს აქ პიტნა და ნიახური რომ აქვს ეს არის ქინძი ქინძი უნდა მოვაკლო სოტა მაგის დიდი საკეთე ქინძები არ არის კარგი დია ხო მოკლედ ეს ჩემო კარგებო ამქის ყველას დავეცხა ასიდოს და ამათ არა ეს გამიგიჩდება მეზი გამოსარჩევია გაფუჭებულებიც არის მანტი ამიტომ თემაიც დავასუფთავე და ისე შევინახავ რაც შეინახება იმას ეხლა დიდი ვიდეო რო არ გამომივიდეს წყალი დუს სპაგეტი უნდა ჩავაგდო მან და ამაც დავამზადებ და მოვა შავი პილპილი აი ასთე ჩვენ ასე გვიყვარს ესეც ასე ახლა უკვე იმდენად მეზარება დაჭრა იმისი იტრი პომიდრის სალათის ხალხო ვერ წარმოიდგენთ ბავშვებს გეტყვით ძალიან მეზარება ძალიან სლივკა თუ რა ვიცი ასე ძახიან ისიც სლივკა ეხლა არ მაქვს ამათი დასახლები გამიწყდა სწორედ დამინადგურა მუხამ მაგრამ იმას გავიგებ იმის ფასს ერთი ზაგოზერნოში ძვირი არ უნდა იყოს წესი არ ვიცი ჯიბეში არის თუ არა ხოდა
ხადამ ერთი ხუჯეს შემოვიდა ხალხო მორჩადედიკო აი ეს წვენი ჩააშრება მოკლედ და ვსა ზად იქნება ეხა ჩართულია როგორ ახლა გოგო სიდასია სიყვარული რომელი მინდა ეხა თავსახლიანი მინდა კი აი ესენი ახლები იყოს შევინახოთ უნდა გამოვიდა ვერ მივედი იქამდე რომ ესენი გამეხეხა გარეთ ვერ მივედი იქამდე სალატს გავაკეთებ მე ხა სალათით მზად მაქვს მე არ ვუშვები ზეთს და რეჰანს იმიტომ რომ მუხას ასეთი უყვარს აქედან გავიმდინარე თორემ მე კი მიყვარს რეჰანით